აი ბიჭო, რამდენჯერ უნდა მაცემინო თავი ესეთ უაზრობაზე რა. ამე შეცვალე რა. მე რა შევცვალო რა, ჩემი ბრალია, შენ ვერ გაირკვიე ვერაფერში რა. აი მე დიეგო, აი რანაირად იფიქრე, რომ შენი ძმაკაცი მომეწონებოდა რა. ბოლო-ბოლო ამდენი ბიჭი დადის. მე რა ვიცოდი ის ტიპი თუ მირიანი იყო. თან ვაჟიკო დილიდან რაღაც უაზრობებს მელაპარაკებოდა, მაეჭვიანებდა და მე კიდე არ ვიცი ეს ეჭვიანობა და ამიდუღდა ტვინი რა. კიდე ვერ ეჭვიანობ შენ შეჩემა. ისი ამან რატო ვერ ჩააბარა თეატრალურზე? რატო? არ შეიძლება ეწიუდები მოდის რა და ამას მოვიდა ეწიუდში რომ უნდა ყოფილიყო ეჭვიანი ქმარი. მე რა გინდა, ქმარი ხომ მაგრა გავაკეთე. აი მე ჩემი არასრულფასოვანი. აი ერთი წუთი. ანუ ვაჟიკო სწორად ეჭვიანობს თუ არასწორად ეჭვიანობს? ანუ ვაჟიკო თან სწორად ეჭვიანობს და თან არასწორად. ანუ ვაჟიკო მიხვდა რომ მირიანს ჩვენი გოგოებიდან რომელიღაც მოწონდა, მაგრამ იმდენად შტერია რომ ნუციკოზე იფიქრა. აი მე ვაჟიკო კარგი, მაგრამ შენ რანაირად იფიქრე რომ შენი სიმპათიური ძმაკაცი მომეწონებოდა? აი და ისე თქვენ რას ფიქრობთ მოეწონება ანის ეს სიმპათიური ბიჭი? მოიცა სანამ სხვა წყვილზე გადავალთ, ყველანაირი ეჭვი რო გავაქარწყლოთ, მოდი შენ თვალწინ ვაკოცებთ, ეხა მე და ნუციკო, ხო? მიდით ამი არ მაქვს პრობლემები. გაქარწყლდა ეჭვები? კი. ო კაი, ეხლა რა ვქნა, მეორე თვალიც ჩაგილურჯო, ჩემი ძმაკაცის გოგო რომ მოგწონს თუ დავიწყებას მიეცემა შენი გრძნობები, ჰა? ბიჭო, რა ვქნა ეხლა რა, ხო ისი რომ ცოდნო და არც მომეწონებოდა რა. კიდია, უნდა გამოიწონო. რატო უნდა გამოიწონოს? რატო, ვაჟიკო? უი ხო, მე ბიჭი რატო მოვიწყდება ხოლმე სულ? აი ვიცი რომ უკვე მეორედ გაყენებ უხერხულ სიტუაციაში, მაგრამ რა გავაკეთო რა, ძალიან მომწონს, აი ძალიან. რა მოგწონთ ამ ანიში ვერ ვხვდები რა. ის რომ ლამაზია, ჭკვიანია. აი პლუსის უფროსია, აი ძალიან მაგარი გოგოა რა და თან ეხა ესპანეთში წავა და მერეს დიეთ შენდა ვაჟიკო. რა? ტონს დაუწიე მირიან. რა? ხო გავაფრთხილე ეს გოგო რომ ყოველ დღე გამაფრთხილე მეთქი რა, წამომცდა კიდე. კარგით ხო გეტყვით. გაუდან მიდის გაცვლითი პროგრამით ესპანეთში. კერძოდ? მადრიდში. ვაჟიკო მიცის ეს ამბავი? მაგრამ პრინციპში რო იცოდეს მეც მეწოდინებოდა და რა გაუძლებდა მაგის ლუკუნს. ხო და გეხოცები არ წამოგხსნეს რა ვაჟიკოსთან. რა სიტუაციაში მაგდებთ ხალხო რა? ორი საიდუმლო უნდა შევინახო გულში ეხლა. ერთი ის რომ ანი ესპანეთში მიდის და მეორე ის რომ ჩემი ბავშვობის ძმაკაც მოწონს. აი რა ხوار გადაობ რა. როდის მიდის? როდის მიდის ეხა გაყევი რა პრობლემაა ესპანეთში და დაუდაქალდი ვინმე იმის იქაურდაქალს და იყიდე იმისგან ტექნიკა და გიყვარდეს ესე პლატონურად. ოჩახ ჩემო ყვავილო. როგორი მასწავლებელი მყავს? ამ ყვავილს ზოგადად ვეძახი, იმიტომ რომ ნუციკო ჩემთვის ერთი ყვავილი არ არის, ხო? ბიჭო, კაი ეხა რა, ხო დარწმუნდი რომ ანი მომწონს რა.